ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia საბრიტანეთთან დაიწყეს ტვიტების ჩამოტან ასე რომ შედი თუ დაინტერესებული ხარ და ჩამოგიტანეთ სწრაფად ხარისხი. გამარჯობათ მეგობრებო, არხი გამწერობა კარგი ხარ. გამარჯობა. მოკლედ მეგობრებო, რაც გადავიღეთ ბოლნისი, ხო იქ რაღაცა თხოვე რა ხალხო დაგვეხმარეთ, მე დიდი მადლობა ვინც დაგვეხმარა ფინანსურად. ავი ზოგმა 5 ლარი ჩაიწყა, ზოგმა 10 ლარი. ვა, ნახე რა მაგარი ძაღლი გაიჩნდა. ცოტა შელახულია, მაგრამ ალბათ აჭმა. ხო და რა მინდოდა მეთქვა რა? ყველას დიდი მადლობა მინდა მოუხადო, აი ამნაირი გვერდზე დგომისათვის. მე და ბატონი დავით შევესებით, რომ მთელი ქვეყანა მოვიაროთ. და სხვადასხვა რაღაცები გადავიღოთ და რა უნდა მეთქვა? ეხლა თბილისში ვარ, უკან არის ჩემ უკან თბილისის ზღვა. ერთმა კაცმა შემოგვეხმიანა ზეთების გამოცვლა მაქო. დიდი ხანია ვიყავიო. უცხოეთშიო, მოკლედ იქიდან რომ ჩამოდია ხოლმე ხალხი რაღაცნაირად სხვანაირები არიან, სანამ ისევ ჩვენ ჭკუაზე მოექცევიან. მოკლედ ზეთებს აცვლიო და გაუმართეს. ხოდა მოკლედ დაგეხმარებითო, ვითის დავდივართ ერთი ძველი ემელი ყავს და ზეთს გამოგიწვეთო რა, დაგეხმარებითო მაგამორში. ხოდა რავი, აი ჩვენც ამოვით ეხლა მარტო დახმარება ხო არ არის, მინდა რომ ეს კაცი გაგაცნოთ რა. ხარისხიანი ზეთები აქვს? ხარისხიანი ზეთები აქვს? მართლა, აქ ბევრი ხო იცი ტყუის ხოლმე და რაღაცა, მაგრამ ნუ პატიოსანი ადამიანია. არც პატარა არა ვარო, მაგას ვერ მიხვდი ადამიანი როგორია რა. მოკლედ თბილისის ზღვაზე, ამოხვალთ პატარა ზღვა რო არის, შკოდის დაშლილი. მოკლედ ამ მისამართს ჩავაგდებ იმაში. აი გარშემო დიდი საბავშვო ბაღია აქვს. აი ნახე, იქ არის რაღაცა საბავშვო ბაღი რა. ჭრელი. სკოლა არაფერშია შეგეძლებათ. თბილისში თუ ხართ, რავი, ყველა მიმართულებით ვიწდები. მოდით ზეთია გამოცვალეთ, მოდით ისავკროთ რა. დაგალაპარაკეთ ბატონო დავით. ხო. მანქანების ზეთი იცი რა არის? არა, წყალი არა. არა. როგორც საჭიროა რომ როგორც ადამიანისთვის ხანდახან დალევა რა. ო დაზეთო არა ეგ ყველაფერი. არა, ეს მანქანისთვის საჭიროა. გაუმართოს. აი ბატონი რევაზი და ამათ თქვენი ბიზნესის ჩვენ ახლა ხალხს ვთხარით. დიახ. სადავართ რა, ფიზიკურად. მოკლედ ზურა ბატონო, მიხარია რომ მოგზადეთ ჩემთან, რომ ბრძანდებით ჩემი სტუმარი. პრეტენზია მაქვს იმაზე რომ არ ვიტყუები, ესე ვთქვათ, ადამიანებს და მომხმარებლებს არ ვატყუებ. ზოგადად მინდა რომ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში customer service, რასაც ქვია, იყოს უფრო მაღალ დონეზე და უფრო მეტად უცეთ პატივი ფულის გადამხდელ ადამიანებს. ეს იქნება, ვთქვათ, ზეთის სერვისი, ვთქვათ, რესტორანი, ნებისმიერი მაღაზია თუ ესე შემდეგ. მე პირადად ესეთი განწყობითა ვარ. მნიშვნელობა არ აქვს $1 მაინც, ან $1 მაინც ვინც ტოვებს ჩემ ბიზნესში, ზუსტად იგივენაირად უცემ პატივს, როგორც მაგალითად, ვთქვათ, ვინც 500 ან 600 ლარს გადაიხდის, ფულს მნიშვნელობა არ აქვს, ყველა მომხმარებელი არის ძალიან ძვირფასი. მე აღვნიშნე რა, საზოგადოებთან დიდი ხანი ვინც იყო მეთქი წასული. დიახ. სანამ ჩვენ ჭკუაზე გადმოეწყო, ისე კიდე წლები უნდა რა და ძალიან მე სადაც მიმუშავია, როგორც მიმუშავია, აბსოლუტურად ყველა სამსახურში ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკრეტულად არის ესეთი დამოკიდებულება რა, ანუ რომ ყველა ადამიანს, ყველა მომხმარებელს უნდა სცე პატივი განურჩევლად იმისა, ვინ რამდენს იხდის იმ მომენტში თუ მომავლისთვის შენთან და საქართველოში ესე მინდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან ბევრ შრომობენ, ის ფული მოიპოვონ, რომ მე ვთქვათ მოდიან შენთან და ამ ადამიანებს უნდა პატივისცემა, ესე ვთქვათ, დაფასება და ყურადღება. მე ესე მგონია და მე ესე მიმაჩნია რა. კი, ნორმალურ ქვეყნებში ყველგან იგია რა. დიახ. ეხლა აქ რა არის? მარტო ზეთსაცვლით აქ რაღაცები. ჩვენ ანუ ვთქვათ, გვაქვს საავტომობილო ზეთები, ვთქვათ, გერმანიიდან ვიხმარამ უხეშ სიტყვას, ანუ არ წუწაობთ და კასრებში თუ ვთქვათ ესე, ანუ დაბეჭდილ ჭურჭელში ჩვენ არ ვასხავთ სხვა ზეთებს. ჭურჭელს ვანადგურებთ, კასრი როცა ესე ვთქვათ, გათავდება მიდის და ვთქვათ, მოგოქვს სხვა.
გვაქვს ესევე ჩვენი მინისაწმენდები. ხარისხიანი. ჩვენი გვაქვს რამოდენიმე კატეგორიის ზეთი. სხვათა შორის ძალიან ბევრ ადამიანს პრეტენზია ქონდა. ეს არის ნამდვილი მობილი 530, ამ შემთხვევაში, რომელიც პირადად მაქვს ამერიკიდან ჩამოტანილი, პირადად მე ჩემს გამოფრენამდე დავტვირთე კონტეინერი. რატომღაც ადამიანებს არ ჯერათ ხშირად ამის. ეს არის თქვათ უკვე 0.30 ანუ თუ ხარისხიანი ადამიანს შეუძლია მოვიდეს ჩემთან. ოღონდ საქმე იმაშია, რომ მე ყოველთვის ვცდილობ აუხსნე, რომ მაგალითად შეიძლება კონკრეტულ ზეთ სიტყვაზე ეწეროს 530 კოდი, მაგრამ ის 530 შეიძლება იყოს 5, 6, 4 სხვადასხვა სახეობის. გააჩნია ავტომობილი ძრავს, მოდელს, წელს და იმის მიხედვით ზუსტად უნდა შევარჩიოთ, იმიტომ რომ ამას უნდა კონკრეტული ცოდნა. ზოგადად ქართულ ბაზარზე თუ საქართველოში ხარ კრიტიკულად გამოვიდე, ცოდნა, კვალიფიკაცია და კონკრეტულად რაღაცა მიმართულების, ესე ვთქვათ, აი ზუსტი, დეტალური აღქმა არის ცოტა პრობლემა რა. მარტო ამ ზოგადად სხვადასხვა სფეროში, იმიტომ რომ შეიძლება მაგალითად დავუდო 3 ან 4 530 სახეობის ავტომობილო ზეთი და ვერ გაარჩიოს ადამიანმა რას რისი დაშვება, რომელი წლის ავტომობილზე შეიძლება ის გამოიყენო, ძველ მოდელზე, ახალ მოდელზე. მომხმარებელი არ არის ამაში, ესე ვთქვათ, ანუ ვალდებული იცოდეს, მაგრამ ბევრ სერვისში არიციან რა რისთვის და როგორ გამოიყენება. ვადგებით მე ისევ განათლებას, იმიტომ რომ რაღაც ელემენტად ინგლისური უნდა იცოდე, წაიკითხო, გაარკვიო, მოძებნო, რაღაცა. პროფესიონალი უნდა იყო რა. უნდა იცოდე და მარტო ის ხო არის ზეთიან ტრანსპორტი ჩაეჭვლა. არა, რა თქმა უნდა, არა, მე მუშაობდი, BMW-ში, რამოდენიმე წელი ამერიკაში, Toyota-შიც მუშაობდი და განსაკუთრებით BMW-ში ტრენინგები მაქვს ამაზე გავლილი რა და ძალიან მაგარი, საკმაოდ. ერთ-ერთ ყველაზე დიდ სადილეროში, რომელიც არის Long Island-ზე, ნიუ-იორკში, იქ მუშაობდი და supervisor როგორც ეძახიან, ეგრე ვიყავი ხოლმე იქ და გავლილი მაქვს ეს ტრენინგები, მიღებული მაქვს ცოდნა და ვიცი რასაც ვლაპარაკობ ხოლმე რა. თუ ხარისხიანი მანქანა ყავთ და უხარისხოც. ფაქტიურად ყველა კატეგორიისა და ყველა ფასის, ესე ვთქვათ, მოცემულობა მაქვს აქ, იმიტომ რომ არის ადამიანი, რომ შეიძლება მას ფიზიკურად არ აქვს იმის ფული, რომ იცის რომ ხარისხიანია, მაგრამ მოცემულ მომენტში არ აქვს იმისთვის საშუალება. მე მაგ ადამიანს პატივცემ, მაქვს ესევე თურქული ზეთის და ტყუილების გარეშე ვეუბნები, ეს არის თურქული ჩემო ბატონო და თქვა ღირს მაგალითად რა ვიცი 18 ლარი, 15 ლარი, მაგრამ ეს არის გერმანული ღირს 40 ლარი, 37 ლარი და ეს არის ამერიკული ღირს 60 ლარი, ადამიანებს არ ვატყუებ, არ ვეუბნები ზღაპრებს, ეს არის ეს არის ეს. ესევე მაქვს აგერ შელიზეთები, რომელიც არის გერმანული. აი მე თქვენ გითხარით წეღან. ნახეთ 1.530, ეს მეორე 530, მესამე 530 და მეოთხე 530. თუ ადამიანს არა კონკრეტული ცოდნა, ეს ახლა ერთმანეთისგან განსხვავდება, კოდებით და დაშვებებით. აი თუ ადამიანმა არ იცის ეს კოდები, ფაქტიურად ჩვენ მწარმოებელი გველაპარაკება და გვესაუბრება აი ამ კოდების მეშვეობით. მიხვდი რა, უნდა ცოდნა, როგორც აი სიტყვაზე ვთქვათ, მოძრაობთ highway-ზე, გზაზე, ესე ვთქვათ და ეგრეთ წოდებული, მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა, რომელიც შეიძლება თქვენ წინ ავტომობილმა ჩართოს, ის თქვენ გელაპარაკებათ და გეუბნებათ, რომ შევდივარ მარცხნივ, არ მარჯვნივ. ზუსტად ანალოგიურად. წარმოებელი, ესე ვთქვათ, დაალაგებულ ქვეყნებში, ევროპის თუ ამერიკის კოდების მეშვეობით ჩვენ გველაპარაკება და გვეუბნება, რისთვის არის, როგორ არის. სადმა ჩაასხა, რატომ უნდა ჩაასხა, რამდენად ჩაასხა, რამდენ ხანში თქვენ გამოცვა. დიახ, ესევე ძალიან ხარისხიანი, მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ მომხმარებელს სიმართლეს და პირდაპირ რომ რაზეც ვამბობ რომ არის გერმანული და ვარ პასუხისგებელი, რაზეც ვამბობ რომ არის ამერიკული, არის ნამდვილად ამერიკული, რაც ვამბობ სწორად არის ბელგიური და სხვა რაღაცა არ არის. აი მაგალითად მინდა წარმოვადგინო ესევე ეს 530 ბარდალი, რომელიც არის ბელგიური ნამდვილი, არანაირი მე პატივს ვცემ თქვა სიტყვაზე თურქეთსაც, რუმინეთსაც, ბულგარეთსაც ყველას, მაგრამ არ არის.
არის ნამდვილად ბელგიური. ესევე უკან თავისი კოდები, განმარტებები. ანუ ერთ იგივეა ფაქტურად, მაგრამ რაღაც ფერებით ეხლა უკვე მწვანეა, წითელია. დიახ, მაგრამ აი კოდებით ჩვენ მისი მწარმოებელი გვეუბნება, რისთვის შეიძლება გამოიყენო. იმიტომ რომ აი მე მაგალითად მქონდა გუშინ შემთხვევა, როდესაც მომხმარებელს ვესაუბრებოდა, მითხრა რომ იცი რა მე ეგზეთი, ანუ ბარდალზე იყო საუბარი, მაქვს ჩემს ავტომობილში ჩასხმული 530 და არ ვარ კმაყოფილი და მე დაუსიკითხო რომელი 530-ია. და პასუხი იყო ესეთი, რომ ანუ არ ვიცი ძმაო, რა მნიშვნელობა 530-ია, როგორ გეკადრებათ ბატონო 3-530 მაქვს. ეს არც მე არ ვიცი. ხო, თუ ზუსტად არ შეირჩა კოდით და ნომრით, ესე ვთქვათ. სხვანაირად პრობლემა იქნება. ანუ ფულს გადაიხდე, ჩაასხა სხვა რაღაცას. და მაგრამ საქმე იმაშია, რომ მომხმარებელი მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის არანაირი ვალდებული ეს იცოდეს რა. ის მომხმარებელის თავის სამსახურში მუშაობს და თავის საქმეა. ყველა ხო. კი, მაგრამ ის სერვისი, სადაც მიდიხარ, მას უნდა კონდეს მაგის იცოდნა რა. მე იმეც ვიტოვებ, რომ გარკვეულწილად როგორც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოვა ის დრო, როდესაც საქართველოში რაღაცა ლიცენზიების საკითხი დადგება, რაღაცა ცოდნის მიღების საკითხი დადგება, რაღაცა განათლების საკითხი დადგება. ხო იცი რაღაცა ანუ თოხი გადავაგდეთ, ეხლა მე ესეთი ჩანს. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურ დილერშიპში ან სხვა ოფიციალურ სერვისში თუ განათლება ან ტექნიკური განათლება არა გაქვს მიღებული კოლეჯს, რასაც ვეძახით იქ და შენი ლიცენზია და საბუთები არ გაქვს, ვერ იმუშავებ. ეხლა ნუ არალეგალურად კი არიან კატეგორიები, ვინც მუშაობენ, მაგრამ მე ვსაუბრობ დაწყობილ დაალაგებულ ამერიკულ სისტემაში. ყველაფერს ცოდნას ითხოვენ, განათლებას ითხოვენ და შენც ეს უნდა იცოდე რა. თან რა ძალიან ადვილია ხა, ცოდნას ათხოვ იმაში, რაც უნდა იცოდე, ხო სინამდვილეში. ხო, რა თქმა უნდა, ის სიტყვაზე მაგალითად რო დადგე საქართველოში ის საკითხი, რო თქვა ზეთის სერვისები, მოდი ავიყვანოთ ეს ადამიანები, ეს მომსახურე პერსონალი და მოდი გადავამზადოთ. ანუ სამწუხაროდ საქართველოში რაღაცა სიახლეებს, აი რა ცოდნას და განათლებას ეხება, ვიღებ ძალიან აი უხეშად. აი რა თმინდა მე ვიცი, მე რატო დავხარჯო მაგაზე დრო, ანუ მით უმეტეს როგორ ხო, მით უმეტეს აი მაგალითად რა მინდა რომ განახოთ. მე ესე მასწავლეს, მე ესე ვიცი და ვინც ამ ვიდეოს ნახავს და ჩემ ვიდეოში მე ვამბობ, ანუ ესე არის ნორმალური წესი რომ ვიმუშაოთ. ის მომეცის ბარომეტრიანი კუჩი. ეგრეთ წოდებული კარტერის ბოლტი. ეგ უნდა რომ უყენო. კი, ჩვენ ვაკეთებთ გადაჭერას აი ამ კონკრეტული ხელსაწყოთი. ძალიან ბევრი მომხმარებელი მოვიდა, უკაცრავად უხეში სიტყვებისთვის და ეს კარტერის ბოლტი აქ აი მოღლეტილი, შეჭმული, ბოლომდე შესული, არ შეიძლება. ყველაფერს აქვს თავისი ბარი. ითიც უნდა დაუჭირო. მერე ზოგ ავტომობილს რამდენი კილოძალით ეჭირება? თვინფრინავდეთ დიახ, იმიტომ რომ ზოგ ავტომობილს ეს ეგრეთ წოდებული კარტერი ხო, ანუ აქვს ალუმინის, ზოგს თხელი, ზოგს სქელი, ზოგს საერთოდ პლასმასის აქვს. და საქართველოში არის მიდგომა ესეთი, მე რა თმინდა ძმაო, მე ვიცი ძმაო, მე ხელებში ვიცი ძმაო. ძმაო არა, ბრატ, მე გამოცდილი ვარ ძმაო. ანუ ყველა ცოდნას და კვალიფიკაციას რაღაც აი დავცინით რა, რომ აუ ამან რა იცის ძმაო და ეხლა რაღაცა ზღაპრებს გვიყვება ძმაო და ყველაფერში ეს ძმაო ბრატ და ჭის. ხო და 20-26 წელია რა, ჩვენც უნდა რაღაცა ვისწავლოთ, რაღაცა ადამიანური სწორი მიდგომებით ესეა. სახელმწიფო ქვეყანა ესე დგება ეხლა მე არ ვეხები არაფერს, მაგრამ კი წეღანაც ვახსენე პირად საუბარში და უყურებენ ადამიანები, გულზე დავიდოთ ხელი, რამდენი ადგილი ვიცით, სადაც შეიძლება კარგი ხაჭაპურის ჭამა. ალბათ ბევრი არა. ნუ ორი. კი ბატონო. მე პირადად რაც ჩამოვედი დაახლოებით 3 თვეა, რა ვიცი, ერთ ადგილს კიდე თუ დავასახე. მაგაშიც ვიტყუებით, იმიტომ რომ ეგეც არ ვიცი, ზუსტად როგორ კეთდება. იქაც რაღაცა უნდა გაურიოს, იქაც რაღაც უნდა მოიტყუოს, იქაც აი რაღაცა უნდა ისქნეს. ანუ არ მინდა კიდე კრიტიკული საუბარი, მაგრამ არაფერში არ გიყვარს პროფესიონალიზმი, ცოდნა, სწავლა და განათლების მიღება. თან თუ არა, თვითონ საზოგადოებაზე თქვენც რომ ამ ხელკიდევას ხო თქვა, ხო და არა უშავს. იმიგების პირველზე მოუთხზე. ეხლა თქვენ სამხედრო პიროვნება ბრძანდებით და ძალიან დიდ პატივს გცემთ. თქვენ
ყველაზე კარგად იცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ცოდნას, სწავლას და განათლებას. პირდაპირ სიცოცხლესთან. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ესეა სამედიცინო სფეროში, საავტომობილო სფეროში და ძალიან ზოგადად ბევრ სფეროში და ჩვენ არ შეიძლება რომ განათლებას და სწავლას დავცინოთ. ანუ მე მიუღებლად მიმაჩნია რა. ილია ჭავჭავაძე იძახდა მე თქვენ გამოძებას ვაბიეთ, თქვენ კიდე ხრინავთ, მაგინებთ და მეორე გვერდზე ტრიალდებით და ზურგს მაგცევთ რომ ილია ეუბნეოდა რომ ხალხს რა ბიბლიოთეკა გაუხსნა და მე მთელი ამბავი მოხდა რა. რამისაცემის თუ რაღაცა ძალიან ეგეც და მოხდა. მაგრამ იმედია რომ აი ეს რაღაცა დრო მოგვიტანს რა რომ რა ვიცი რა ბევრი არა ბრუნდები ახლა შენ დაბრუნდი ამერიკიდან ბევრი იქარჩება ძირითადი მიზანი ამ შემთხვევაში თითქმის 11 წლიანი ცხოვრების ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ის რომ ჩემი შვილები ამას ხუმრობის გარეშე ვამბობ გარკვეულ პერიოდამდე რა თქმა უნდა ამას ხაზს უსვამ გაიზარდონ საქართველოში გაიზარდონ ესე ვთქვათ თავის სამშობლოში არ დაივიწყო საქართველო ეს არის ჩემი ძირითადი мотиваტორი ამ შემთხვევაში თორე ის მცირე წრე ვინც მე მიცნობს იციან რამდენად დალაგებულად აწყობილად და სწორად უცხოვრობდი ჩემ ოჯახთან ერთად ჩემს მეუღლესთან და ოჯახთან ერთად ამერიკაში ჩამოვედი დავბრუნდი საქართველოში დავტოვე აბსოლუტურად ყველაფერი ისე წლების განმავლობაში ვაშენე და ეხლა ამას ვიდეოს ვინც უყურებს ემიგრანტებმა იციან რამდენად ძნელია ყველაფრის მიღწევა კი მე ეს ყველაფერი დავტოვე ჩამოვედი საქართველოში ჩამოვიყვანე ჩემი შვილები რომ ქართულად ისწავლონ ლაპარაკი იცოდნენ სად არის მათი სამშობლო მათი ფესვები ისაუბრონ ქართულად, ყავდეთ ქართველი მეგობრები და ესე შემდეგ რა. ხო რა, ეგ არ უნდა გადავშენდე, ეგ არის გადაშენება. მე დავბრუნდი ამიტომ და ჩემი ცოდნა და ჩემი ესე ვთქვათ გამოცდილება რაც იყო რომ ვთქვათ კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებით, ნუ დავიწყე საქმიანობა რა. იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა რაღაცა თავის რეალიზება, შემოსავალი და ესე შემდეგ. არა, ძალიან რავი, მე მივესალმები ახლა ესეთ რაღაცას, მოკლედ მეგობრებო. იცოდეთ რა აგერ კაცი, აგერ მე, თან ესეც ქართველია და სოფლები ახლო გვაქვს, ჯერობა იქ ერთად გატარებული, განავიზრდით ამერიკა და რაღაცა როგორც გითხარით და რა ვიცი, მობძანდით თუ თავისთვის და მანქანისთვის კაი გინდა და კაი რამის ჩასხმა გინდა, თუ არა და რა ვიცი, განარჩენ თქვენზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ჩემი შვილები მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში არის ორივე დაბადებული, მაინც დავარქვი ქართული სახელი ანდრია. აჰა. და ჩემი მეორე შვილი, ჩემი გოგო, ჩემი ქალიშვილი სურვილი იყო რომ მომენათლა საქართველოში. იოანა ქვია და მომნათლეთ საქართველოში, მომნათლეთ თბილისში, ესე რომ ჩემთვის საქართველო მარტო სადღეგრძელო არ არის, ეს ყველაფერია ჩემთვის. აი, გარი, ხო, მაგ სადღეგრძელოება დაგუპა, გრძელმა სადღეგრძელოება. უნდა იყოს მოკლე, კონკრეტული და თავარია საქმის განკითხვა. დიდი მადლობა რომ მადლობა. მეხმარები აი ამ ამბავში. კი ბატონო, რა შემიძლია გვერდით ვიქნებით თქვენთან. გაგეხმარებით. ჩვენთან ესევე, ანუ აბსოლუტურად ყველა ავტომობილი, რომელიც მოვა სერვისზე, ვთქვათ, ზეთის დამატება, უბრალოდ უნდა კითხვისთვის რა. არ არის თანხის გადახდა საჭირო, სრულ კომპიუტერულ დიაგნოსტიკას ვუკეთებ უფასოდ, ყველა შეცდომას ვანახებ, იქაც არ ვატყუებ, რომ ზოგ მაიცის აი იცი რა, ეს დაწერა და ეს უნდა გააკეთო, არა. ვანახებ და ამ შეცდომებს წავშლით. თუ რა თქმა უნდა რამე არის ყურადღება მისაქცევი, იმასაც ვეთქვი, რომ მიაქციოს უნდა ყურადღება რა. აჰა, შვენი. მეტი რა. აი, აბა, ხალხო, აღრაძანდებოდე და შემდეგ ვიდეო. ბატონ დავით, ჩერას. ჩემი სისტემა ხარისხიანი სიტყვია. რა მაგარი კაცი.